ადამიანებს ხელოვნური ინტელექტი წარმოუდგენიათ ChatGPT და ChatGPT რეალურად არის ხის ერთი ტოტი. სოციალურ ქსელში რომ სკროლავთ, სულ AI გვხვდება ხო ყველას, მაგრამ რითი არის გამორჩეული არის ჩვენი მიდგომა. ჩვენი მთავარი მიდგომა არის, რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის განათლება დავნერგოთ, შემოვიტანოთ და დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. განსაკუთრებით უფრო მიმზიდველი უნდა აღმოჩნდეს მასწავლებლებისთვის, შეისწავლონ ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც გამოიყენებენ თუნდაც მთელი წლის ამ შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადებაში. როგორც აი განათლების სფეროს წარმომადგენელი, აი შემაჯამებლებზე და ტესტებზე რაც წლის ბოლო დროს რუტინის სახით გაქვთ გასაკეთებელი, რა დროს უთმობთ? საშუალოდ რომ ავიღოთ ასე თითო კლასისთვის ერთი ტესტის მომზადებას, 2-3 საათი აუცილებლად სჭირდება, იმიტომ რომ იქ უნდა იყოს განსაზღვრული ასევე ყველა ბავშვის შესაძლებლობებიც. სპეციალურ პრომპტებზე დაყრდნობით, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ, იმაში რომ მასწავლებელს რუტინას შეუმცირდეს, ეს ყველაფერი წაიღებს მაქსიმუმ 5 წუთს. გამოიწვია AI გლობალური განათლების ასოციაციის შექმნა ძალიან დიდი ინტერესი მასწავლებლებში. მიცემთ იმის საშუალებას, რომ თვითშეფასება აუმაგროთ და აიმაგროთ ამ მიმართულებით დროთა განმავლობაში პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. თითოეული ჩვენი წევრის წარმატება იქნება ჩვენი მედია პარტნიორი ორგანიზაციების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული, კონკრეტულად ვიდეო კლიპები, რეპორტაჟები, გადაცემები და ასე შემდეგ ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად წარმოჩინდნენ. მოგესალმებით, ეს არის AI აკადემიის პოდკასტი. მე ვარ ნინო ჩიფჩიური, ჩვენთან ერთად არიან ჩემი გუნდის წევრები ნინო საბანაძე და ოთარ კვირიკაშვილი. დავაფუძნეთ AI გლობალური განათლების ასოციაცია, რომელთა წევრები ძირითადად საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები არიან. იქიდან გამომდინარე ასევე, რომ ყოველდღურად არის შეკითხვები ამ ასოციაციის მიზნებზე, გეგმებზე, ასევე დაგეგმილ აქტივობებზე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს ჩვენმა გუნდმა ერთად უპასუხოთ, იმ უფრო მეტად დასმულ საკითხებს, რაც წევრების მხრიდან წამოვიდა. გარდა ამისა, ვისაუბრებთ არსებულ გამოწვევებზე, ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში რა გამოწვევების წინაშე დგანან პედაგოგები, ზოგადად ამ სფეროს წარმომადგენლები და ამ გამოწვევის საპასუხოდ რა შეიძლება შევთავაზოთ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ისინი არ ჩამორჩენ დროს და ფეხი აუწყონ ამ გამოწვევებს, იმისთვის, რომ იყვნენ კონკურენტუნარიანები დღევანდელ ციფრულ ეპოქაში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დავიწყოთ ჩვენი საუბარი. პირველ რიგში ნინო, მოდი, რადგან წარმოადგენ განათლების სფეროს, აი ამ ტექნოლოგიურ ეპოქაში კონკრეტულად პედაგოგები რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი იყვნენ ჩართულები ასეთ გაერთიანებაში, რასაც ჩვენ თავაზობთ. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ სკოლა ვალდებულია ბავშვი მოამზადოს იმ სამყაროსთვის, რაც მას სკოლის გარეთ ელოდება, შესაბამისად მასწავლებლების გადამზადება თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იგივეა, რაც თუნდაც 20 წლის წინ იყო გამოწვევა, რომ უნდა სცოდნოდათ პედაგოგებს და ასევე განათლების სფეროთ დაინტერესებულ ადამიანებს ტექნოლოგიები და ინგლისური, კომპიუტერის საბაზისო უნარებზე მაქვს საუბარი და ინგლისური, ახლა იგივე გახდა AI ხელსაწყოების გამოყენება, რათა უფრო ინოვაციური და თანამედროვე სამყაროს მორგებული იყოს სწავლის პროცესი. ზუსტად ამისთვის ჩვენ შევქმნით AI აკადემიის ბაზაზე, ზუსტად ეს AI გლობალური განათლების ასოციაცია და ოთო როგორ პასუხობს, ამაზეც მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენ მაყურებელს, ჩვენი გაერთიანება ამ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ, მოდით ვთქვათ, პედაგოგები ამ ეტაპზე. უყურებთ განსაკუთრებით ბოლო წლებში თუ როგორ ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უკვე წამყვანი ლიდერი სახელმწიფოები უკვე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ეჯიბრებიან ერთმანეთს და აქამდე თუ ბირთვული შეჯიბრებები იყო, ეხლა ეს ყველაფერი გადავიდა უკვე ტექნოლოგიურ შეჯიბრში და ვისაც უფრო დიდი ძალა ექნება ამ მიმართულებით და ვინც უფრო ბევრ ფულს ჩადებს ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა ის ქვეყნები იქნებიან წინა პლანზე. ეს არ ეხება მხოლოდ სამხედრო ინდუსტრიას, ეს არის განათლების ინდუსტრია, ტექნოლოგიები, მედიცინა, მრეწველობა და ასე შემდეგ. ფაქტიურად ყველგან მოიკიდა ფეხი ხელოვნურმა ინტელექტმა, მაშინ, როდესაც ჩვენთან ფაქტიურად არაფერი არ კეთდება ამ მიმართულებით, სახელმწიფოებრივ დონეზე ელემენტარულად კონცეფცია რა გვაქვს ხელოვნური ინტელექტის და ამ ყველაფრიდან გამომდინარე განსაკუთრებით პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენი ორგანიზაცია იმ
გამოწვევებს და იმ მასშტაბს, რაც ხელოვნური ინტელექტის ეპოქა მოიტანა და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხელმისაწვდომები ვიყოთ მაქსიმალურად ყველა სფეროს ადამიანებისთვის და ამ შემთხვევაში უკვე რა თქმა უნდა უპირველესია განათლების სფერო, განსაკუთრებით პედაგოგები, მასწავლებლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები, ვინც რეალურად მომავალი თაობა უნდა აღზარდოს და ჩვენ ესეთი მიდგომა გვაქვს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მთავარი მიდგომა არის, რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის განათლება დავნერგოთ, შემოვიტანოთ და დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის გარეშე ფიზიკურად უბრალოდ ადამიანი კონკურენტუნარიანი ვეღარ იქნება. ეს შეიძლება ადამიანებს გონიათ და ვიღაცებს გონიათ, რომ რაღაცა 5-10 წელში გვეცეს ყველაფერი, თუმცა აი ეს კრიზისი და ის შოკი, რაც წინ გველოდება, სულ რამდენიმე თვის ამბავია და მე მიხარია, რომ მასწავლებლებიც გძნობენ ამ პასუხისმგებლობას, ამ გამოწვევას და უპრეცედენტო რაოდენობის მასწავლებელი, უპრეცედენტო რაოდენობის პედაგოგი ეკიდება ამ ყველაფერს პასუხისმგებლობით და ჩაერთო ჩვენს ორგანიზაციაში, დღეარ გავა არ წყდება ეს რა ვიცი ზარები, რაღაცა მიმოწერები, რომ ადამიანებს საინტერესოდ განვითარება და ეს უკვე ძალიან კარგია, იმიტომ რომ რეალურად იაზრებენ ეს ყველაფერი, რამდენიმე თვის წინ ეს ყველაფერი ესე არ ხდებოდა. ადამიანები ცხოვრობდნენ ჩვეულებრივი ცხოვრებით, დადიოდნენ რაღაცა კონფერენციებზე, ბევრ შემთხვევაში არაფრის მოუწემ კონფერენციებზე, მოდიოდნენ, შეხვედრისთვის, რეალურად ცოდნად არაფერი არ რჩება ესეთი შეხვედრებისგან, თუმცა ხელოვნურმა ინტელექტმა მოიტანა ის, რომ ადამიანები, მასწავლებლები, ექიმები, ბიზნესმენები მიხვდნენ, რომ თუ შენ არ ისწავლი, თუ შენ რეალურად ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით არ აღიჭურები თავიდან ბოლომდე, შენ ფაქტიურად გაირიყები და შენ სადღაც ვიზიტები, შენი აკეთიკით სიარული არავის აღარ აინტერესებს, რაც შენი დიპლომები აინტერესებს, რა წარსულით მოდიხარ, როგორ მოდიხარ, რადგან ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გარეშე ადამიანი ნიშნავს იმას, როგორც მაგალითად გორიდან თბილისში ჩახვიდე ფეხით და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით აღჭურვილი ადამიანი ნიშნავს, რომ მანქანაზე იჯდეს ან თვითმფრინავზე. აი ესეთი შედარებაა და ყველა ხვდება ამას უკვე. და ჩვენ წევრებსაც და არაწევრებსაც მინდა აქედან განმარტება გავაკეთო მათთვის, რომ არის დაინტერესება და ჩვენ გვწერენ, ვის შეუძლია გახდეს ჩვენი ასოციაციის წევრი და ნინო ამაზე ვუპასუხოთ, იმიტომ რომ არის დაინტერესება, ზოგი ფიქრობს, რომ რადგან არ არის დასაქმებული, თუმცა აქვს ეს გამოცდილება და არის დაინტერესებული განათლების მიმართულებით, აქვთ სურვილი და რამდენად შეეძლებათ იყვნენ ამ ასოციაციის წევრები და ასევე განვუმარტოთ უახლოეს პერიოდში რა ელოდებათ მათ. AI გლობალური განათლების ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩართულია განათლების სფეროში, მაგრამ ასევე მათაც ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ვხედავ ასევე სკოლის მენეჯმენტის მხრივადაც, რადგან AI გვეხმარება მონაცემების ანალიზში, ანუ შეგვიძლია უფრო მეტად გავაანალიზოთ, სად და რა საკითხებში უფრო მეტად უჭირთ ბავშვებს და ეს ყველაფერი გვექნება მონაცემებზე დაყრდნობით და არა უბრალოდ ვარაუდების დონეზე. შესაბამისად, მენეჯერების და სკოლის მმართველების ჩართვაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმაჩნია ხელოვნური ინტელექტის სწავლებაში. და რას უნდა ელოდონ ჩვენი წევრები უახლოეს პერიოდში, რა გვაქვს გეგმაში, ესეც რო გავუსწრებთ. პირველი ვებინარი, რომელიც უკვე დავაანონსეთ, არის სწორედ მიმართული იმისკენ, რომ წლის ბოლო რუტინის გარეშე დაასრულოს მასწავლებელმა, ანუ ის იმის ნაცვლად, რომ რამდენიმე კვირა და დღეები მოანდომოს შემაჯამებელი ტესტების შედგენას, მათი რუბრიკების და შემდეგ ასევე კვლევებისა და ანალიზების თუ რომელ კლასში რა საჭიროებები გამოიკვეთა, შეუძლია ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოს და სწორედ ამას ვასწავლით პირველ ვებინარზე, თუ როგორ შეუძლიათ დააგენერირონ მთლიანი ტესტი სახელმძღვანელოზე და ასევე განათლების სამინისტროსგან გადმოცემული სტანდარტებისა და სახელმძღვანელოს შესაბამისად შეუძლია დააგენერირონ მთლიანი საგამოცდო ტესტი, რომელიც შეაჯამებს მთელი წლის განმავლობაში მასწავლებლის ნაშრომს და მოსწავლის მიერ შესრულებულ ამ მასწავლ ცოდნას ერთად შეაჯამებს. და ეს იქნება როგორც ჩვენ შევჯერდით და შევთანხმდით, ეს არ იქნება ერთჯერადი, ყოველთვიურად ექნება უფასო ვებინარზე დასწრების საშუალება.
ასევე უფასოდ მიიღებენ ვიდეო გაკვეთილებს, რომლებზეც მერე როცა დრო ექნებათ, უფრო სიღრმისეულად შეუძლიათ ჩაუჯდნენ თითოეულ ხელსაწყოს და პრაქტიკაშიც დაწესდონ. გარდა ამისა, აი ვორქშოპები, რომელიც კონფერენციაზეც ვთქვით 15 ივნისიდან რატომ შეიძლება იყოს უფრო მიმზიდველი სკოლებისთვის? კი, ვებინართან დაკავშირებით აღნიშნავ კიდევ რომ ერთი პლუსი კიდევ ის ექნებათ რომ რა თქმა უნდა გაკეთდება ჩანაწერები, რომლის მოსმენაც შეუძლიათ ნებისმიერ დროს თუ ვერ გამოითავისუფლებენ დროს და ვიცით რომ მასწავლებლის განრიგი და გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია და შეძლებენ რომ მოусმინონ თავისთვის ხელსაყრელ დროს ამ ვებინარს, ასევე კურსები, რომლებიც ეს სამდღიანი ვორქშოპები, რომლებიც დაიგეგმა ივნისისთვის, განსაკუთრებით უფრო მიმზიდველი უნდა აღმოჩნდეს მასწავლებლებისთვის, რადგან 15 ივნისიდან მასწავლებლებს აღარ უწევთ გაკვეთილების ჩატარება და ბავშვები არ დადეგებზე გადიან, ხოლო მასწავლებლებს მაინც უწევთ სკოლაში მუშაობა და იმ დოკუმენტებზე და ასევე მომავალი სასწავლო წლის გეგმებისთვის მზადება და ასევე მთელი სასწავლო წლის შეჯამება. ამ პერიოდში კი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ არ დაკარგონ დრო და სკოლის პარალელურად, ანუ სამუშაო საათების პარალელურად შეისწავლონ ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც გამოიყენებენ თუნდაც მთელი წლის ამ შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადებაში და ასევე მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვისთვის. კი, ეტაპობრივად ჩვენ მაყურებელს გავაცნობთ კიდევ ამ გეგმების შესახებ, მთელი რიგი სიახლეები იქნება მათთვის წელს განხორციელებული და რა თქმა უნდა უპირატესობა ზუსტად წევრებს მიენიჭებათ, იმიტომ რომ სპეციალურ ვორქშოპებზე, ასევე გასვლით ღონისძიებებზე ქალაქ გარეთ იქნება თუ ქვეყნის გარეთ, ზუსტად ამ ფასდაკლების ბარათებით ისარგებლებენ და ასევე კონფერენციებშიც მიიღებენ მონაწილეობას როგორც თვითონ მონაწილეები, ისე გამომსვლელები და ამას ეტაპობრივად გავაცნობთ ჩვენი ორგანიზაციის წევრებს, ვებინარზე ვსაუბრობთ და უფრო რომ ჩავშალოთ, ვიდრე შემდეგ საკითხზე გადავალთ, რითი იქნება ეს ვებინარი გამორჩეული სხვა ვებინარებით, იმიტომ რომ ვიცით რომ სოციალურ ქსელში რომ სკროლავთ, სულ AI გვხვდება ხო ყველას, მაგრამ რითი არის გამორჩეული აი ჩვენი მიდგომები? ჩვენ რეალურად ეხლა ვიმყოფებით ვიწრო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, გადავდივართ ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და ტრანზიციის პერიოდს გავდივართ აგენტურულ ხელსაწყოებთან ერთად. ამის გარეშე არ იქნება. Ну, მოკლედ ზოგი ძახის გადავედით უკვე, ზოგი ძახს არ გადავედით, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რას ნიშნავს ახლა ეს აგენტური სისტემები, ეს AGI, ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქა და ამ შემდეგ. ეს მთავარი დანიშნულება და მთავარი მიზანი ზოგადად ხელოვნური ინტელექტის არის ის, რომ რუტინა აიღოს თავის თავზე, რუტინა წაიღოს თავისთან და შენ მოგცეს თავისუფალი დრო და შემოქმედებითი აზროვნება დაგიტოვოს მასწავლებელს. მასწავლებელი, რომელიც მილიონი დოკუმენტაციის რაღაცა შედგენით არის დაკავებული, საბუთების, ფაილების, ასე შემდეგ, იმ მასწავლებელს უკვე აღარ რჩება რეალურად დრო, ჯერ ერთი რომ განვითარდეს, საკუთარ თავზე იმუშაოს, შემოქმედებითად იფიქროს, მოსწავლეებს მიუდგეს დიფერენცირებულად, ანუ ყველას საკუთარი მიმართულებით მიუდგეს, იმიტომ რომ ეს მასწავლებელი ჩართულია რუტინაში. ეს ვებინარების ციკლი და არა მხოლოდ ვებინარების, ის კურსები, სხვადასხვა ვორქშოპები, შეკრებები, ტურები AI-ის, რომელთაც რეალურად ადამიანებს მივცემთ იმის საშუალებას, რომ თვითშეფასება აუმაღლეთ და აიმაღლოთ და ამ მიმართულებით დროთა განმავლობაში პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. ამ ადამიანებს მისცემს იმის საშუალებას, რომ დრო გამოუთავისუფლდეთ და ის დრო, რასაც ხარჯავდნენ რეალურად დოკუმენტაციის შედგენაში თუ რაღაც საბუთების სწავლებაში, მათ დაუთმონ უკვე ბავშვების აღზრდა, საკუთარი თავის განვითარებას და ასე შემდეგ. სწორედ ამ ხაზს მიყვება ჩვენი ვებინარების ციკლიც და სწორედ ეს იქნება მთავარი დროის გამოთავისუფლება. რა უნარები და რა ხელსაწყოები სჭირდებათ იმისათვის, რომ დრო გამოითავისუფლონ და მათ ნელ-ნელა ეტაპობრივად ჩვენ მივაწვდით, ჩვენ ვიცით მათი ახლანდელი მომზადების დონე და ეტაპობრივად მივაწვდით იმ ხელსაწყოებს, იმ უნარებს, იმ სკილებს მიიღებენ ეს ადამიანები, რომ თავიდან ბოლომდე რაღაც გარკვეული ხნის განმავლობაში მათ იგრძნონ, რომ უკვე ისინი არიან პროფესიონალები და აღარ არის ეს ChatGPT-ის, Gemini-ის მხოლოდ და მხოლოდ მათზე მიჯაჭვულობის დრო. ძალიან კარგია, ძალიან მშვენიერია, მშვენივრად ვიყენებთ სხვადასხვა საქმეებში, მაგრამ ჩვენ რეალურად გვჭირდება უფრო მეტი. კი, აი ერთ-ერთ გამოსვლაში ამბობ, რომ მაგალითად 4 საათის ამბავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით
შეგიძლია გააკეთო, თქვათ, დაუთმო 1 საათი და შემდეგ ეს ყველაფერი იყო თვეზე, წელზე გადამრავლებული და ეს განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა პედაგოგებისთვის და ამან დააფიქრა. აი ეს რამდენად განხორციელებადია რეალობაში, ანუ რეალურ ცხოვრებაში, როგორ დაინახავთ და როგორ შეუმცირდებათ დრო ამ პედაგოგებს. აქვე მოდი ჩავთოთ ნინო, როგორც აი განათლების სფეროს წარმომადგენელი, აი შემაჯამებლებზე და ტესტებზე, რაც წლის ბოლო დროს რუტინის სახით გაქვთ გასაკეთებელი, რა დროს უთმობთ და შემდეგ როგორ იქნება შესაძლებელი ახალგაზრდა. კი, აი ერთ-ერთი მაგალითი რო განვიხილოთ აი კონკრეტულად რომელი დოკუმენტების მუშაობა ახლა ყველაზე დამღლელი წლის ბოლოს, ასწავლო წლის ბოლოს. როგორ გიწევთ მუშაობის დასრულება? არა მარტო წლის ბოლოს, მთელი წლის განმავლობაში ყველა საგანს უწევს, ანუ საგნობრივად, ასეა რომ ყოველი თავის დასრულების შემდეგ გვიწევს შემაჯამებლები, ანუ შეჯამება როგორ დასძლია კონკრეტული საკითხები მოსწავლემ. და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რაც პირადად პრაქტიკაში უკვე გამოვცადე, არის რომ სწრაფად შემიძლია დავაგენერირო კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში შემაჯამებელი ტესტები, საგამოცდო საკითხები, ასევე როგორც დახურული ისე ღია კითხვებთან. მაქსიმუმ რა დრო სჭირდებოდა? საშუალოდ რომ ავიღოთ ასე, თითო კლასისთვის ერთი ტესტის მომზადებას, 2-3 საათი აუცილებლად სჭირდება, იმიტომ რომ იქ უნდა იყოს განსაზღვრული ასევე ყველა ბავშვის შესაძლებლობებიც და ყველა ის მიდგომა, რაც თუნდაც გაკვეთილებში ჩავდეთ, ვასწავლეთ, ყველაფრის გაანალიზება ერთად უნდა მოხდეს და ისე მოხდეს საბოლოო ჯამში უკვე ტესტების შედგენა. ასევე ძალიან დიდ დროს მოიცავს რუბრიკების შედგენაც, რომ უნდა იყოს გაწერილი აუცილებლად სტანდარტებთან მიმართებაში და არა ისე უბრალოდ რაღაცა საკითხთან აღებული. ამ სტანდარტის ხელახლა გადაკითხვა კიდევ უწევს, ხო, მასწავლებლებს? რა თქმა უნდა, სტანდარტი აუცილებელია, ვალდებულიც არის აგნის მასწავლებელი, რომ უნდა იცოდეს თავისი სტანდარტები, რაც არის განკუთვნილი ამ თავისი საგნისთვის საგანთან მიმართებაში, მაგრამ შემდეგ უკვე შემოწმებაც ამ შესრულებული შემაჯამებლების და შემდგომ უკვე შემოწმების შემდეგაც გჭირდება, რომ უნდა გქონდეს გაკეთებული კვლევა ანალიზი იმისი, თუ რა დასძლია მოსწავლემ კარგად, რა ვერ დასძლია, რა თქმა უნდა და უკავშირიც უნდა დაუბრუნოთ მოსწავლეს, რომ რა აქვს გამოსასწორებელი, რაზე მეტი მუშაობა გჭირდება და ასე შემდეგ, რაც საკმაოდ დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს და თითოეული ტესტის შემოწმებას 15 წუთი ხომ მაინც უნდა ავიღოთ მოსწავლეზე, რომ ერთი ნამუშევარი შემოწმდეს და ამის უკავშირსაც კიდე რაღაცა გარკვეული დრო კიდე სჭირდება. და ეს ყველაფერი უკვე შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს დაგვეხმაროს, რომ მართლაც რაღაცა წუთებში შევასრულოთ ეს საქმე, რაც შეიძლება მთელი დღე ემუშავა მასწავლებელს. აი ამ ყველაფერს რა დროით შევამცირებთ? რა დროს აი ეს ხო არის მთელი დღის რუტინა რეალურად რაც ჩამოთვალა 10-15 მოსწავლე ხომ მაინც გეყოლება და ამ სათითაო მოსწავლეს მართლა ესე რომ მიუდგე სათითაო თუ ძალიან ფაქტიურად მთელი დღეს წაიღებს, თან ისე წაიღებს, რომ ჩვენ ხო ადამიანები რობოტები არა ვართ, რა ვიცი, ვიძინებთ, ვიღლებთ, სხვა საქმე გვაქვს და რაღაც და ნუ ამის მერე რეალურად სხვა საქმის თავი ადამიანს აღარ აქვს რეალურად, ეგ არის ხო მოცემულობა. რა დროს წაიღებს და სტანდარტზე დაყრდნობით, ზოგადად სტანდარტზე დაყრდნობით, იმ კონკრეტულ სტანდარტზე რითაც ისინი ხელმძღვანელობენ, სახელმძღვანელოზე დაყრდნობით და იმ სპეციალურ პრომპტებზე დაყრდნობით, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ იმაში, რომ მასწავლებელს რუტინა შეუმცირდეს, ეს ყველაფერი წაიღებს მაქსიმუმ 5 წუთს პირველი ნაწილი, რაც ახსენა ნინომ პირველი ნაწილი თქვათ ტესტების მომზადება და მაქსიმუმ 5 წუთს წაიღებს უკვე შეფასების მომზადება და უკავშირი. მაქსიმუმ 10-15 წუთი წაიღოს, თან ეს ყველაფერი გექნება შენ ხარისხიანი, ამ ყველაფერში არ იქნება გადაცდომები, ეს ყველაფერი იქნება ისეთი ხარისხიანი, რომ ბავშვს წაადგება, შენც წაგადგება და რა ვიცი, ყველას წაადგება განვითარებაში. და ფაქტიურად წარმოიდგინე რამდენი დრო გამოგითავისუფლდა, როდესაც შენ, აი ზუსტად ეს შედარებები მქონდა რა, როდესაც შენ თუნდაც ერთი დღისას ასწრებ 10 წუთში, ეხლა შეადარეთ ერთი დღე რა 10 წუთი, ფაქტიურად ადამიანები ერთ დღეში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით აღჭურვილი ადამიანი, რასაც ერთ დღეში მოასწრებს, იმის მოსწრებას სჭირდება ვიღაცა მოუნდება, ვინც ძველი მეთოდებით უდგება 1 წელი. როგორც არ უნდა კარგი მასწავლებელი იყოს, რა ვიცი, საუცხოო მასწავლებელი იყოს, მშვენიერი მეთოდები ჰქონდეს და რაღაცა, ეს ადამიანები ფიზიკურად ვეღარ დაეწევიან, კონკურენტუნარიანები ვეღარ იქნებიან, ელემენტარულად ვერ გაუმკლავდებიან იმ გარემოს, რასაც ხელოვნური ინტელექტი მოიტანს. ნუ დღეს შეიძლება
ორმა ადამიანმა იცოდეს ხელოვნური ინტელექტი, ხვალ 3-მა, 4-მა, 5-მა და ადამიანები ვინც ამის მიღმა დარჩებიან და იტყვიან რომ არა მე შემიძლია და მე ყველაფერს შევძლებ და მე რაღაცა 30 წლის წინ ეს ხარისხი მქონდა ეს ხარისხი მქონდა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა შენ ფიზიკურად ვერ აჯობებ ადამიანის ვიცით ეს რაღაცა ენობრივი მოდელები და გონიოთ რომ ვიღაც ანიმაციას აკეთებს და ეს ზუსტად ეს თქვი რა არიან ადამიანები ვინც ცდილობს რომ რაღაცნაირად ჩარჩეს ხოლმე იქ პატარა რაღაცას ისწავლის და ის კმარა მაგრამ ხელოვნურმა ინტელექტმა რაც მოიტანა ამის გაჩერების საშუალებას აღარ გაძლევს რა შენ არა გაქვს იმის ფუფუნების საშუალება რომ რა გაჩერდე არაფერი აღარ აკეთო და იმას დაეყვნო სიტყვაზე რაც აი თუნდაც ახლა შევხედოთ დიდი ენობრივ მოდელებს ხო შარშან ძალიან ბუმი იყო მაგრამ წელს მიუხედავად იმისა რომ დიდი ენობრივი მოდელების გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებ აგენტური სისტემებიც უნდა ისწავლო ადამიანმა და უკვე აქ გადავიდეთ მაგრამ აქ აგენტურ სისტემებშიც უკვე აქაც რბოლა გაჩაღებული და მივდივართ იქით რომ ესაც აღარ იქნება ალბათ 2-3 წელში საკმარისი და აქაც განვითარება გჭირდება და კიდევ ბევრი მიმართულებით გჭირდება განვითარება ადამიანებს ხელოვნური ინტელექტი წარმოუდგენია ChatGPT და ChatGPT რეალურად არის ხის ერთი ტოტი ზოგადად დიდი ენობრივი მოდელებიც არის ხის ერთი ტოტი ერთი მიმართულება ხელოვნური ინტელექტის ხელოვნური ინტელექტს აქვს 10-15 ძირითადი სხვა მიმართულებები კიდე და აი ეს არის მთელი რაღაცა დიდი კომპლექსური გაერთიანება და ადამიანებს ესე წარმოუდგენიათ რომ ესე ვერ იქნება შეიძლება თვითონ წარმოუდგენიათ ახლა მაგრამ მიხვდებიან ისინი რომ მისი კონკურენტი კი არ იქნება ხშირად ახსენებენ რომ აი ხელოვნური ინტელექტი ჩაგვანაცვლებს და არა ხელოვნური ინტელექტი კი არ ჩაანაცვლებს მაგალითად თქვენ სიტყვაზე თუ ნინო რაღაცას არ ისწავლის და გაჩერდება მხოლოდ ChatGPT-ზე მოვა მეორე მასწავლებელი ვისაც ეცოდინება უბრალოდ 10-15 ხელსაწყოს გამოყენება იმ საქმეს მოასწრებს თუ ნინო ასწრებს ერთ წელში იმ საქმეს მოასწრებს 3 დღეში და უბრალოდ სკოლას აღარ დასჭირდება, დირექტორს აღარ დასჭირდება, გარემოს აღარ დასჭირდება. აღარ კი, შემოქმედებითი დრო ექნება და ის რა თქმა უნდა განვითარდება შენზე მეტად, იმიტომ რომ შენ ამ რუტინაში ხარ ჩაგრული, არაფერს არ აკეთებ. ამის გარდა არაფერი არ შეგიძლია, ხო, დაძინება გინდა, კიდევ ვიძახი შაბათ-კვირას დასვენება გინდა და ბევრი რაღაცა. ხელოვნური ინტელექტის აგენტები კიდე არ იძინებენ, არ ჭამენ, არ გეწუწუნებიან, პრემიებს არ ითხოვენ, არაფერს არ ითხოვენ, მუშაობენ შენთვის. მუშაობენ თავისთვის და შენთვის. ანუ რომ შევარდნოთ, მუდმივად უნდა იყვნენ განვითარებაზე ორიენტირებულები, იმიტომ რომ როგორც თქვით, ყოველდღურად ვითარდება ტექნოლოგიები და თუ ერთ დონეზე გაჩერდი, მაინც სხვები განვითარდებიან, მაინც გაჯობებენ. ანუ მუდმივად უნდა ვითარდებოდა და ამას ხავართ. კიდე ერთი მინდა დავამატო, მესმის ის, რომ უამრავი ორგანიზაცია, მესმის და უამრავი ორგანიზაციას თავაზობს სხვადასხვა შეთავაზებებს უკეთებს. მასწავლებლებს, ექიმებს, ბიზნესმენებს და ასე შემდეგ და იუბნებიან რომ აი რაღაცა კონფერენციები, რაღაცა სტატუსები, რაღაცა ეს ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა იგრძნოს თავი დაფასებულად, აღიარებულად, განიტვირთოს, დაისვენოს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი, იმიტომ რომ ჩვენ გვიდგა სასიცოცხლო საჭიროება განვითარების. თან ისეთი სასიცოცხლო საჭიროება, რომ ჩვენ თუ სწრაფად არ დავეწიეთ ამ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც რეალურად ცივილიზებული სამყარო და გლობალური მსოფლიო გვიწესებს, ფიზიკურად ვეღარ დავეწევით ამ ყველაფერს და მარტო თან ახლა მეორე საკითხია კიდე, რასაც ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენ ხო არა ვართ მარტო საქართველოში ჩაკეტილები და რაღაცნაირად დახურულ სივრცეში ხო არ ვცხოვრობთ. განსაკუთრებით ჯერ ინტერნეტმა და მერე ხელოვნურმა ინტელექტმა სოფლიო ფაქტიურად გააერთიანა და საზღვრები მოშალა. ჩვენ რაღაც ქართველ მასწავლებლებს კი არ უნდა ვეჯიბრებოდეთ მასწავლებლები და ერთმანეთში კი არ უნდა გქონდეს რაღაცა შეჯიბრი. ჩვენ თუ გვინდა რომ მართლა კონკურენტუნარიანები ვიყოთ, ჩვენ მაგალითად აქედან შეგვიძლია რა ვიცი გორიდან თბილისიდან იგივე გავაკეთოთ, რასაც სიტყვაზე აკეთებენ სილიკონ ველზე, სან-ფრანცისკოში, ლოს-ანჯელესში, ბერლინში, ბარსელონაში და ასე შემდეგ და იგივე სტანდარტით უნდა მიუდგეთ ყველაფერს იმისაც რომ განვითარდეთ და იმისაც რომ წინ წავიდეთ. ჩვენ თუ თამასა მაღლა არ გვექნება დაჭერილი და იმაზე ვიქნებით რომ უბრალოდ შეხვედრებისთვის მართოთ და ადამიანებს მიმსგავსოთ, ვინც მაგალითად არიან რა ვიცი და არაფერს არ აკეთებენ რეალურად და ორგანიზაციებს ეგ თავიდანვე გამოირიცხა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე ყოველთვის გუნდს და
ჩვენ ფაქტიურად გაგვიმართლა ამ მიმართულებით, რომ ყოველდღიურად ახალი და ინოვაციური იდეები ინერგება ჩვენთან. დიახ, მე დავამატებ, რომ ჩვენი წევრები, რომლებიც სკოლებს შეიძლება წარმოადგენდნენ სხვა დაწესებულებებს, ან უბრალოდ ისე კერძო რეპეტიტორებს წარმოადგენდნენ, ჩვენ მათთვის რა თქმა უნდა კონფერენციაზეც გავაჟღერეთ და აქედანაც ვეტყვით, რომ ჩვენი წევრებისთვის გვაქვს სპეციალურად PR-ისა და პროდაქშენის ჯგუფი შექმნილი და მხოლოდ ეს არ იქნება იმისთვის, რომ მათ მიიღონ გარკვეული ცოდნა და ამ რაღაც ჭრილში მოექცნენ, ეს რა თქმა უნდა იყოს გავრცელებული და ამას უზრუნველყოფთ. თითოეული ჩვენი წევრის წარმატება იქნება ჩვენი მედია პარტნიორი ორგანიზაციების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული, კონკრეტულად ვიდეო კლიპები, რეპორტაჟები, გადაცემები და ასე შემდეგ ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად წარმოჩინდნენ და იყვნენ სხვა ადამიანებისთვისაც მისაბაძები, იმიტომ რომ დღევანდელ ეპოქაში ფაქტიურად ჭრილში მოქცევა არაფერს არ მოქცემს, უნდა ხელი შეუწყოთ იმას, რომ ფართო მასებამდე გავიტანოთ განვითარების შესაძლებლობა. და დასასრულისკენ ნინო რომ შევაჯამოთ, როგორი არის წევრების დამოკიდებულება და აი შენთან პირადად კონტაქტზე ვინც გამოდის, მათი მოლოდინები როგორია და როგორ შეაფასებ, რითი იქნებიან ისინი გამორჩეულების სხვა პედაგოგებისგან და სხვა ადამიანებისგან, რომლებიც არ ცდილობენ ფეხი აუწყონ ხელოვნურ ინტელექტს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია რომ არ აღნიშნოთ ის ძალიან დიდი დაინტერესება, რაც გამოიწვია AI გლობალური განათლების ასოციაციის შექმნა ძალიან დიდი ინტერესი მასწავლებლებში და შეჯამების სახით მინდა ვუთხრათ თითოეულ მასწავლებელს და პედაგოგს, რომელიც ჯერ არ შემოერთებია ჩვენს ძალიან დიდ გუნდს უკვე, რომ შემოგვიერთდნენ, რადგან ტექნოლოგიები ვითარდება, იცვლება, იხვეწება, მაგრამ მასწავლებლის როლი ყოველთვის უცვლელი რჩება, რომ აანთოს ინტერესი ბავშვების თვალებში, რასაც ვერ ჩაანაცვლებს და ვერ შეცვლის ვერანაირი ტექნოლოგია. მაშასე პირველი ვებინარი გაიმართება 15 მაისს 20 საათზე. ჩვენი წევრები რეგისტრაციისას მითითებულ მეილებზე მიიღებენ შეხვედრის ბმულს. რა ხელსაწყოებს გაეცნობიან ამაზე უშუალოდ ვებინარზე იქნება დეტალები გაჟღერებული და ასევე თუ დამატებითი საკითხები დარჩა, რაც ვერ ვუპასუხეთ ამ პოდკასტში, აუცილებლად მოიწერეთ. ჩვენი გუნდი მუდმივად არის კონტაქტზე წევრებთან და მათ შორის პოტენციურ წევრებთან, ვისაც ამის ინტერესი აქვს, ასე რომ გელოდებით AI აკადემიასთან და AI გლობალური განათლების ასოციაციასთან ერთად, რომელსაც აერთიანებს ტექნოპარკი.